რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თუ რა უბსკრული, რა განსხვავება იყო ხატმებრძოლთა და ხატთაყვანისმცემელთა შეხედულებებს შორის. ხატმებრძოლთა აზრით, ხატი გამოსახულის ერთარსი არის, ერთი ბუნება აქვს. ამ დროს ხატთაყვანისმცემელთა სწავლების მიხედვით ხატი მიმსგავსებაა, მიბაძვა, რომელიც არსით პირველ სახისაგან განსხვავდება. მართლმადიდებლები განასხვავებენ პიროვნებასა და ბუნებას. შესაბამისად, ხატი გვიჩვენებს პიროვნებას, ჰიპოსტაზს და არა ბუნებას. ეს გასაგები რომ გახდეს, მოდით მივმართოთ სხვა მაგალით, ჩვენთვის უფრო კარგად ცნობილ გამოსახულებებს, რაც თანამედროვე ხელოვნებაში წინ არის წამოწეული, მაგალითად, ადამიანის გამოსახულება. ბუნება ყველა ადამიანს ერთი აქვს. პიროვნება კი უამრავია. ადამიანის გამოსახვით ერთ ბუნებას კი არ გამოვსახავთ, არამედ პიროვნებას, რადგან ყოველ ადამიანში სრულად არის გამოვლენილი ადამიანური ბუნება. სამების წევრები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ ერთი ბუნება აქვთ. ხატში კი პირუკუა. სამებაში ქრისტე განსხვავდება მამა ღმერთისგან, ჰიპოსტასით, პიროვნებით, არა არსით. ხოლო გამოსახულებიდან განსხვავდება სწორედ ბუნებით და არა პიროვნებით. ანუ ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ხატი განიხილება არა როგორც იგივეობა, არამედ როგორც მიმსგავსება. ეკლესიაში ერთიანდება გამოსახულება, ანუ ხატი და სიტყვა. რელიგიური გამოსახულება სიტყვასთან ერთად ერთიანი ცხოვრებით ცხოვრობს. ხატს სახარების მსგავსი ლიტურგიკული, დოგმატური და აღმსდელობითი მნიშვნელობა აქვს. ხატის დანიშნულების, მისი სარგებლობის შესახებ ბევრი შეიძლება კიდევ ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდით ეხლა საკუთრივ ხელოვნებას გადავხედოთ, თუ რა სახის ხელოვნება არსებობდა ხატმებრძოლეობის დროს. მთელი ეს დაპირისპირება მოგეხსენებათ ეხებოდა რელიგიურ გამოსახულებებს და არა საერთოდ ხელოვნებას და აქედან გამომდინარე ხატმებრძოლეობის დროს ხელოვნება, განსაკუთრებით საიმპერატორო კარის ხელოვნება, განაგრძობდა არსებობას, განვითარებას და ხატმებრძოლი იმპერატორები, საკუთრივ კონსტანტინე მეხუთე, თეოფილე, ძალიან აქტიურ ხარდაჭერას უწევდნენ ხელოვნებას. კონსტანტინე მეხუთემ ახალი შენობები ააგო და ძალიან ბევრი საერო ხელოვნების ნიმუში იქმნებოდა მის დროს. მათ შორის იცით რომ საიმპერატორო პორტრეტები იყო შექმნილი, მაგრამ აღარ შემოგჩა. მთლიანად გამოსახულებებმა, სახვითმა ხელოვნებამ გადაინაცვლა საერო სფეროში. დატოვა რა? საეკლესიო სფერო, რელიგიური სფერო. ჩვენ ვიცით რომ თეოფილემ მიამატა ახალი ნაწილები კონსტანტინოპოლის საიმპერატორო სასახლეს და ეგრეთ წოდებული დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ძალიან დახვეწილი ქმნილებები იქმნებოდა ამ დროს. საგულისხმოა, რომ ესეთი პომპეზური მიღებები საიმპერატორო კარზე ოდითგანვე იყო მიღებული და სხვადასხვა მოგზაურთა ჩანაწერების მიხედვით ვიგებთ, რომ ერთ-ერთ სააუდიენციო დარბაზში, კერძოდ მანია აურაში, დგარა ოქროს ხე, რომელიც მექანიკური ჩიტებით იყო გამშვენიერებული, საიმპერატორო ტახტი ასევე მოოქრული ლომებითა თუ გრიფონებით იყო დამშვენებული და ეს მექანიკური მოწყობილობები ამუშავდებოდა, ამოქმედდებოდა და ტახტი ამაღლდებოდა და იმპერატორი ზემოდან დაჰყურებდა სააუდიენციო დარბაზში შეკრებილთ. ეს ჩიტები იწყებდნენ ჭიქ-ჭიქს, ლომები ბდღვინვას და სრულიად
სასწაულებრივი სანახაობა იშლებოდა დამსწრეთა თვალწინ. ცხადია, იმ დროისათვის ამგვარი სანახაობები მართლაც გულგრილს ვერ დატოვებდა მნახველს და იმპერატორს განსაკუთრებული ხიბლით, განსაკუთრებული დიდებითა და ავტორიტეტით შემოსავდა. თქვენ ახლა ხედავთ კონსტანტინოპოლის წმინდა ირინეს ტაძრის საკურთხევლის გამამშვენიერებელ ჯვარს, ანუ ანიკონურ გამოსახულებას, სიმბოლოს ჯვარცმისა, უფლის-ვნებისა, მისი ტრიუმფისა, ზოგადად ქრისტიანობის სიმბოლოს, რომელიც ესე უყვარდათ ხატმებრძოლეებს და სწორედ ჯვრები, სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებები, დეკორატიულ-ორნამენტული მოტივები უხვად ამკობდა ამდროინდელ ეკლესიებს. ჩვენ ვიცით, რომ ანთროპომორფული გამოსახულებები მთლიანად ჩაანაცვლა აი ამგვარმა აბსტრაქტულმა გამოსახულებებმა. უმეტესწილად ამგვარი გამოსახულებების შემდგომ ხანაში, როდესაც გაიმარჯვეს ხატაყვანის მძემლებდა, კვლავ ანთროპომორფული გამოსახულებებით შეიცვალა, თუმცა ზოგან ამგვარი გამოსახულებები კიდევ არის შემორჩენილი. საინტერესოა, რომ ხატმებრძოლი იმპერატორები უმეტესწილად წარმატებული მხედართმთავრები იყვნენ და ცდილობდნენ თავისი აბსოლუტური ძალაუფლების დამკვიდრებას ეკლესიასთან მიმართებაში. და უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკაში, ამ ისწრაფებაში საკმაოდ თანმიმდევრულნი იყვნენ. საინტერესოა, რომ საეკლესიო სფეროს გარდა მათი რეფორმები სხვა სფეროებსაც შეეხო, ასე მაგალითად მონეტებზე ქრისტეს გამოსახულება იმპერატორების პორტრეტებმა ჩაანაცვლა. ამ დროს მე-6 საუკუნიდან ქრისტეს გამოსახულება უკვე მონეტებზე იმკვიდრებს ადგილს. უკვე ვახსენეთ, რომ იმპერატორებმა, ხატმებრძოლმა იმპერატორმა ლეონ მესამემ პირველი გაბრძოლება, მანიფესტაცია თავისი ხატმებრძოლეული პოლიტიკისა გამოავლინა იმაში, რომ ხალკეს ჭიშკრის ქრისტეს გამოსახულება გაანადგურა და უნდა გავიხსენოთ პატრიარქ ნიკიფორეს სიტყვები, იგი ლეონ მესამე ისავრიელს ნაბუქოდონოსორს შეადარა, რომელმაც თავისი გამოსახულების თაყვანისცემას მოითხოვდა. იმხანად ბიზანტიური საერო ხელოვნება მნიშვნელოვანწილად საზრდოობდა ისლამური ხელოვნებიდან. ამ პერიოდში მოყოლებული მე-7 საუკუნის შემდგომი ხანიდან ყოფილი ბიზანტიის ტერიტორიებზე დამკვიდრებულმა სახალიფოებმა ელინისტური მოტივები, ელინისტური მხატვრული ტრადიცია გაითავისეს და საკმაოდ დახვეწეს და მიუსადაგეს თავისი მეჩეთების, თავისი სასახლეების დეკორს.